28 ივლისს თბილისის ივანე ჭავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო რექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება. შეგახსენებთ, პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა. Იცით, მთელი ჩემი საქმიანობა, გარდა იმ რამდენიმე ეტაპისა, როდესაც ვიყავი პოლიტიკაში, ყოველთვის იყო დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობასთან და სტუდენტთა სწავლებასთან. ამიტომ ეს სფერო ჩემთვის არის სილსხორცეული. შეიძლება საზოგადოებისთვის უფრო ჩანდეს, როცა პოლიტიკაში ხარ და ნაკლებად ჩანდეს, როდესაც პროფესორი ხარ და მეცნიერი. ასე რომ ჩემთვის ეს არჩევანი მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მქონოდა რეალური მხარდამჭერა სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების. ამიტომ როცა გადადგა ბატონი სანდრო კვიტაშვილი და გამოცხადა არჩევნები, მე თავიდანვე დავაფიქსირე პოზიცია, რომ მივიღებდი მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მხარდამჭერები და ასეთები მოიძებნებოდნენ და გამოხატავდნენ ამ მხარდაჭერას ოფიციალურად. ყველა მის თანამშრომელს თქვენი არჩევის შემთხვევაში. პირველ რიგში უნივერსიტეტს სჭირდება ავტონომიურობის გამტკიცება. აქვს უნივერსიტეტს ავტონომიურობა თუ არა, ეს ერთი საკითხია და მეორე, როგორია საზოგადოებაში ამის საქმე. ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ უნივერსიტეტს რეალური ავტონომიურობა ჰქონდეს და რა მთავარია საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ ეს ავტონომიურობა გვაქვს. მიღების ბოლოვა და საბუთების, ანუ საბუთების მიღება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაიწყო დღეს დილის 10 საათიდან და საბუთების მიღება განსაზღვრული არის 2013 წლის 12 ივლისის 18 საათამდე. საბუთების შემოტანა შეუძლიათ უნივერსიტეტის კანცელარიაში, პირველი კორპუსი, 114 ოთახი. ამ მომენტისათვის შემოსულია სულ ერთი განაცხადი, ბატონ ვლადიმერ პაპავას განაცხადი, სხვა განაცხადი ჯერჯერობით არ არის შემოსული. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი აპირებს, ეს ალბათ 12 ივლისისთვის გვექნება უკვე საბოლოო ინფორმაცია თუ ვინ შემოიტანს.